გამარჯობა. ჩვენ კინოსტუდიიდან ვართ. კარგი ბიჭი. რა ქვია ბიჭი? ნიკა. აბა მიდი გადაიხე. აბა შემოხედე. ახლა კიდე. რამდენი წლის არის ნიკა? ვის? ამას მე მგონი გადაიხე. აბა კიდე. დედას გავს ალბათ. დიახ, დედას. კინოში გადაგიღოთ. დიახ. იცით, ინდიელებზე ვიღებთ ფილმს. თუ გამგადგებათ? მე მგონი წინააღმდეგი არ იქნებით. არა, რატომ? აბა, ძალიან კარგი. აბა შემოხედე ბიჭი. აი აქ. კარგია. ხო, მართლა. კინოსტუდიიდან დარეკეს. რა თქვის? რაო და არაო. ძალიან შავიაო. არ იცი მაგათი ამბავი. როგორ თუ შავიაო? იპოვიან ვინმე ქერას და შეღებავენ მერე. შავად. ანდა კიდე სხვა ფრად, რა ვიცი. კი, მაგრამ თვალებს ასუზამე. თვალებს? არ იცი ინდიელებს ბავშვობაში თურმე ლურჯი თვალები აქვთ. კი? ესე იგი, როიდება უშავდებათ? მე მაგალითად ძალიან შავი თვალები მქონდა მაყვალებით ბავშვობაში. აი ასეთი, აი. მოიცადე. ნუ შემიშლე ხელს. შენ მაგის მეტი არაფერი გაინტერესებს. და საერთოდ აღარ გიყვარვარ. როგორ არ მიყვარვა? ძალიან შავიაო?
რა იყო? არაფერი. არაფერი. რატომ მიყურებას? როგორ გიყურებ? რაღაცნაირად, უცნაურად. მომკლა რა ამაცი ვარმა, მოდი ვიყიდოთ ახალი. იცი ახლა რა კარგები იყიდება ფინურები. აი ამ სიმაღლეა. კაცი ედება შიგ. კაცი. აი ესე რომ დააყენო. იცი რა კარგია. სულ ყველაფერს შეყდი. ეთერშია პროგრამა ბილიკაუაზე. ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ყოველ არასდროს 7 საათსა და 30 წუთით. განაგრძოთ პროგრამას. წავედი. ჩქარა. ხელია და რა ვქნა. ცხვირს ახოცი. დროზე დაგაგვიანდა. დროზე მოხდა? მოვა. მერაბჯან გამარჯობა გენაცვალე მერაბჯან როგორ ხარ მოდი გენაცვალე სამსახურში არ დაგაგვიადე ხაზეგა სახშია სახშია კარგია მოდი გამიხარე გული შევადრო ბორჯომი მოვიდა მეზობლებო კარგი ბორჯომი ტაქსი უკაცრავთ საბუთალო ვაკით წავიდეთ ადამიანის ფერი არ გადევს. გაზი. რა გაზი? გონი ანთებული დამჭა. როდის იყო შენ გასამთებდი? ხლავ ანთე. მე გამოვთავდი. აბაზანაში?
რას ეძებ? ცხვრსახოცი. დილას ხომ მოგეცი? რა, არ შეიძლება კაც ორი ცხვრსახოცი გქონდეს? 3 შეიძლება, 4-იც. რადგანაც ყველაფერი რიგზეა. წავედი ახლა. ისი ურაშია ეს? ეხლა დაიწყება დაუსრულებელი. ეჭვიანობა, საყვედურები. ისი ურაშია ეს? ეს გიში გადარეული. მერაბ ჯან ბორჯომი გინდა? ეს იდიოტი მასხარათაც მიგდებს. მე მეუბნებით რამეს? რა თქვით? მე რა ვთქვი? მე მგონი თქვენ თქვით. გამარჯობა მერაბ. გამარჯობა. გაიცანი, ეს ჩვენი ახალი ლაბორანტია. ანზორ დეისაძე. ეს სისხლმაწვილია ამასთანაც რომ გელაპარაკე. ნიჭიერი ბიჭია. ხუთებზე დაამთავრა უნივერსიტეტი. გული შემიწუხა პირდაპირ, ისე უნდა იმუშაოს შენს ლაბორატორიაში. სხვათა შორის თითქმის ყველა შენს ექსპერიმენტს იცნობს. ნახე, ერთი გაესაუბრე. თქვი რამე შეგაც, ამოიღე ხმა. იცით თქვენ ხმაწვილო რომ ჩვენი ლაბორატორიიდან გარბის ხალხი. დაჯეგი. სხვაგან იწერება შრომები, დისერტაციები, ერთ სიტყვით კეთდება კარიერა. ჩვენ კი ისეთ ჩიხში ვართ მომწყდეული რომ სულ მალე დასწრებით აქაურობას. მე კი სადმე ბნელ კუთხეში ჩამისაფრთებით აგურით ხელში. კი, მაგრამ თუ მივაგენით, რას? მინდი გითხავდათ ორგანულ ქიმიას? ვასო ჩხაიძე. ვასო ჩხაიძე. თუ გიყოთ დაბადებული, ამრავლებს თავის დაირებს. მე კაი ფეხი მაქვს. უკაცრავად მაპატიეთ, ეხლა ვერ მოვალ. გამარჯობათ. გამარჯობა ნიკო. წადი იქ ჩამოჯექი, მე და მამა სალაპარაკო გვაქვს. სამწუხაროდ კარგს ვერაფერს გეტყვით. იცით, კომისიამ დაიწუნა. მოდით, წადეთ, ფეხბურთის სექციაში მიიყვანეთ. არაო ნიკუშა. ვიანია. გამარჯობა. როგორ ახართ? სადა ხარ დაკარგული? მუშაობ. მუშაობ. მერაბ გივი მოვიდა. მოვდივარ. სულ მუშაობ, სულ ძიებაში ხართ. ვერაფერს კი ვერ მოულობთ. რა უყოთ? ასეთია ჩვენი ხელობა. როგორ თქვა პიკასო? მე არ ვეძებ, მე პოუ. ეგ მართალია. თქვენ კიდე სულ ეძებთ. პრივეტ. ლია, სად არის ჩემი სავარცხელი? აბაზანაში. ლია, შენ რა გინდა რომ ჩვენ ვიპოვოთ ყოველგვარი ძიებისგან, შე? მე ყველაფერზე თანახმავარ. გაგვიანდი. ვა, გამარჯობა ნიკუშა. როგორ ახარ შვილო? კარგ. დედა რამხელა გაზდილა? ვერც კი ვიცნობდი ქუჩაში რომ ენახა. რა სიცნობდი წელიწადში ერთხელ ნახულო. რა სიდა? აბა ჩვენ წავედით.
რა მომიყვანა ბიჭო ასე დილა ადრიანად რა? ხაშია? რა ვიცი, დილით ადრე მოდიოდა. ჩემს მოსვლამდე არ მოიწყინოთ. ბეჭდებით. ბედნიერი კაცი ხარ მენად. გადასარევი სულსვილი დღობს. ხო, ამაში გამიმართლა. რა იყო რომ დამებარე? საიდუმლო მაქვს რაღაც შენთან. მაქვს ერთი საიდუმლო. მითხარები. ერთი ვარციხე მაქვს მაცივარში. გადასარევია. ერა. შენ ხომ იცი, ჩემი სისუსტე. როგორ მიყვარს ბავშვები? არა, ჩემი ბავშვები ძალიან მიყვარს, მაგრამ სხვისი ბავშვებიც რომ მიყვარს. აი მითხარე ვაჟკაცურად. შენ არ გიყვარს სხვისი ბავშვები? რა გინდა ამით? მინდა დავლიო ბავშვების ადგილზეო, ჩვენიც და სხვისიც. აი მაგალითად. შენ ბიჭო სხვისია. ჩემთვის. მაგრამ ის ძალიან მიყვარს. ასევე შენთვის ხო სხვისია? შენ ხო ძალიან გიყვარს? ჩემი გოგონა. ხო გიყვარს? ეგ არის და ეგ არა. ვა, გონიც იმას იწყებს. პირდაპირ მითხარი. რა გაქვს გულში? გულში მაქვს სიყვარული და მხოლოდ სიყვარული. ერთი გენაცვალე კაკაბს გავდი მოცხრიალე ბატონო. ოღონდ ჩვენ შორის დარჩეს. დარჩეს. მე ხო ქერავა. ქერა ხარ? ჩემი ცოლიც ხო ქერა. ქერა. ოღონდ ვაჟკაცურად მითხარი. კი ბატონო. ჩემი ბიჭი რატომაა შავი? მოიცა. შენ ქერა ხარ? ხო. შენი ცოლი? ისიც. კეთილი. ბიჭი? ბიჭი შავია. შავია ხო? ხო. მე რა გინდა? როგორ თუ რა მინდა? რატომაა შავი? ამას შენ მე მეკითხები? ერა, ბერგისანი. მე ვარ მერაბ ცინცაძე. ჩემი მეუღლე და თქვენ ერთად იწეკით სამშობიარო სახლში. სამშობიარო სახლში? დიახ. მერაბ ცინცაძე? უიმე! გისანი. შენ რა ხარ? გუშიდან ბაჟარაში რომ ძრებოდი. შენ მოკრდი შენა. შუდჯერ ვიმშობიარე ეგეთი რამე ჩემს სიცოცხლეში არ ვინახავს. გაკრიშიდა. მე მილიციაში წაგიღეს მახსოვს. მილიციაში? მილიციაში ხო. ხო. სცემეს. არა, როგორ გეკადრება? ცემით არ უცემია. ო, კიდევ კარგი არაცემეს. რაშია საქმე? თქვენი ბავშვების გადაღება გვინდა. ჩემი ბავშვები? ინდიელებზე ვიღებთ. ინდიელებზე ჩემი ბავშვები? მაიცა. სოსხი დამიჯირე გენაცვალე, ეხლავე მოიტანე, მაიცა. ვარევრო, სარიელ, ერეკლე, მარინე, ვარე, მოდით, შილო, მოდით. კინოში უნდა გადაიღოს ზია, მოდით. გამარჯობათ ბავშვებო. გამარჯობათ. მე ვარ კინორეჟისორი. ჩაპლინი? არა. ჩაპლინი არა. ვერ მოგატყუთ. ჩაპლინი ნამდვილად არა. ამ ბიჭმას რა ქვია? ვახო. ქერა? ხო, ქერა. ცისფერთვალება? შენ რა შავი ხარ? რა ქნა? მე შავი ვარ. შენ კვარცხო შავი? ო, ძალიან შავია. საიდან არის ქერა?
ვა, სუღელა შავია და რა ერთი ცისფერთალება იყოს რა არ შეიძლება? შეიძლება. ვაიმე, შენი გული სუდად არის? ვაიმე, ბავშვებო, გადით, ჰაერი, ბავშვებო, ჰაერი. ვაიმე, წადით წყალი მაიდანეთ, კაცი სუდად არის, ჰარე ოვიბინე. დაჯექი, გენაცვალე, დაჯექი. ვაი. დაჯექი. ეხლა როგორ არის? ვაიმე. სუღელას ეგეთი გაფუჭებული ნერვები აქვს კინოში. ხანდახან ისეთ ცოცხალი როგორ ახლა? მერე აიღე დაანებე თავი მაგ სამუშაოს. აჰა, გენესელი წყალი დალიე. ვაიმე, ახალგაზრდა კაცი სოდო არ არის. აიღე სოცხი. ქუშა დახედე, დილის 7 საათზე ისეთი სუფთა ჰაერი არის. ვაიმე, საწყალი კაცი. ახლა გვიანაა ჩემთვის პროფესიის შეცვლა. ვაი. მერა აქ რა გინდა სამსახურში რატომ არ ახარ? შენ საით? მის სკოლაში მივდივარ. შავა, გაიცანით ეს ჩემი ქმარია. ის ჩვენი ფიზკულტურის ახალი მასწავლებელი. შავა, ბევრი რამ მსმენია თქვენზე, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მერა. ნიკა სად არის? სახლშია, მეცადი მეაქვს. თუ შეიძლება ჩემწოს დაველაპარაკები. რა საპირველია? მადლობ. უკაცრავად. რა იყო მერაბ, რა დაგემართა? რა მოხდა? ოდიშს მოვითხოვ. რია, მეორე გაკვეთილის შემდეგ თავისუფალი ვიქნები და მაშინ წავიმუშაოთ. კარგი. ახლა კი დაგტოვებთ. ხელს არ შეგიშლით. ნახვამდის. ხო, წავიმუშაოთო. რა უნდა წავიმუშაოთ? რა უნდა წავიმუშაოთ? სამბოს ხომ აგასწავლის? არა, სამბოს კი არ მასწავლის. გაკვეთილების გრაფიკი გვაქვს დასაზუსტებელი და იმას თუ გულისხმობდა ალბათ. გასაგებია. წავედი. გერგინათ რამე. გაგიჟდი? წინ უყურე რა კაცო რა ვარდილი გადიხარ შეკაიკაცი. არა კაცია კაცო. გადავღე. მომეთ ხოწობა. გადავღე. საინტერესოა, როდენდა გაგრძელდება თერაპევტის გაუთავებელი ექსპერიმენტები. რატომ ვატყუებთ სხვებს და ვიტყუებთ თავს? დროა დაისვა საკითხი ლაბორატორიის დახურვის შესახებ. და ჩვენს ამოისუნთქავთ. თქვენ ნამდვილად ამოისუნთქავთ. კარგი, რა მოგივიდა? ამხანაგებო. ხედავთ მერაბ ცინცაძის ინსტიტუტში მოღვაწეობის შედეგს. სიტყვას ვერ იტყვი რომ მე მოვჭი. ასეთ ატმოსფეროში მე მიჭირს. ძალიან მიჭირს. თუ გიჭირს შეეშვი შეკაც. დიახ, მე ვეღარაფერს დავუმატებ. ძალიან კარგი. მე დავუმატებ. ცინცაძის ლაბორატორიას შევეშვათ. მე მინდა ერთ წუთს მოგაგონოთ ერთი უცნაური კაცი, რომელიც ცხოვრობდა 100 წლის წინათ და ერქვა სახელად მიშელ ლანსერე. და მთელი თავისი ცხოვრება მოამდომა ბაკარტეს ვაქცინის ანტისხეულების გამრავლებას. დიახ, გვაცადეთ ბატონო. თანამედროვენი მას თვლიდნენ შეშლილად. საფრანგეთის აკადემია მისი გვარი ამოშალა თავისი წევრების სიიდან. ის მოკვდა სიღარიბეში, ყველასაგან დავიწყებული და მიტოვებული. ხოლო მისი გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ, რამდენი პატივცემულო? 1 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან უეცრად სოფლიო შეძრა უდიდესმა აღმოჩენამ. ეს გააკეთა ლუი პასტერმა. თქვენ თვითონ რა, სად პასტერი და ლანსერე და სად ჩვენი პატივცემული მერაბი.
აი ბატონო, მერაბ ციცაძის ნახები ლაბორატორია. დატკბით. არა, თანგის ვიზა მოყედეთ რა. ვიცი, მაგრამ მაინც მოყედეთ. მოყევი კიდე. ერთა კახელმა ზანგის პატარა ბიჭი იშვილა. მერე? კაცო, ფიდო მუთხრა, რა გინდა ეგ შავი ბიჭი ისედაც 6 შვილი ყავს. რა სალო კაცო. გაიზდება და ბალღებს ინგლისურს ასწავლებს. არა. სიბნელეში შეახვედრეს ერთმანეთს. ქალმა არ იცოდა რომ ის მისი ქმარი იყო და ქმარმა არ იცოდა რომ საკუთარ ცოლთან ჰქონდა საქმე. ისეთი ორივე ტიტლიკანები. ეკამერაში ისვამდა იმიტომ რომ ქალემას უარს ეუბნებოდა იმიტომ რომ ისვამდა ვინ ის? მე ძალიან კარგად იცით ვინც. შარზე ხართ, მოდით სამართლიანად მოვიქცეთ. ის დარჩეს იმას ვინც უფრო ძლიერია. ასეთია ბუნების კანონი. ვიზედაცაა ლაპარაკი. არ შეიძლება ეს ამბავი სხვანაირად განაწყდეს. ტყეში ხო არა ვარ? ტყეში რა თქმა უნდა არა ვარ ტყეში. ვინც უფრო ძლიერია. მარტო ქალი კი არა. ყველაფერი იმისია, ვინც უფრო ძლიერია. ეგრეა. მაბადეთ რა, თქვენთვის ლაპარაკობდით და მე ჩაგერიეთ. მერაბ, მილიციდან დარეკეს ნიკას რაღაც დაუშავებია. რა? ნიკას? ეს გამაკდა. როგორ არის საქმე? ცუდად. რატომ? ვაგებ და იმიტომ. ქალბატონო, მე მამა ვარ ბავშვის. მობრძანდით. ისე კარგს ვერაფერს გეტყვით თქვენს ნიკაზე. ძალიან ცუდად მოიქცა. ქუჩაში გამოკრული სტენდები რომაა ხომ იცით? ვინ გვარწყვენს? ლოთები, ხულიგნები, 1000 უბედურება რომაა. აი იმისი შუშა ჩაგვიმტრია. და მე იცით სად? პირდაპირ მილიციის წინ. სკოლაში დავრეკე, ნიკუშე გადიგარეთ. მასწავლებელმა კარგად დამიხასიათა. თანაც ჭადრაკში პირდაპირ პეტროსიანია. რა მანდა მაინც პეტროსიანი? შავი როა იმიტომ. როგორ? თბილისში პეტროსიანზე უკეთესი მოჭადრაკე დაბადებულა? ეგეც მართალი. ალბათ დედას გავს, არა? დედას, დიახ, დედას.
კაი კამპანიაა მე და ჩემო ღმერთ. წადი სახში. გაგვეთილებს მიხედე. შეხედე მერაბი. მერაბ. ჰია ნინო. დასაკვირველი ვეღარავის ამჩნევს. როგორ ახარ? დაიშვი მიწაზე ბიჭო, მოგურა რამდენი ფიქრები. რა მიშავს? სად დაიკარგე? გავიგე გათხოვდი არა? როდინდელ ამბავს ამბობ ბიჭო, მალე ბებია მართლა? მართლა. რა შვები, სად დაიკარგე? რამ გამოგაშტერა ბიჭო? მერაბ. მერაბ. გაფრინდა წაში. გაფრინდა. დაბოლოებარაგე ბიჭო, საქმე ხარ. მერაბ. მერაბ. მოვა. ვაიმე. გამოვიდა. სათხარ დამხანაკო ამდეხანს. თერი საათი და 15 წუთი გელოდებით. რაც გაფცეთ? მე მელოდებით. საარტილერიო სასწავლებიდან არ ხართ? არა ბატონო. და ის კაცი სად არის? ვინ კაცი? ჩემთან ომნამოსულიყო. არ ვიცი ბატონო. აი ამაშია საქმე. მე არა ვარ ის კაცი. არასოდეს არაფერი არ იცით, ამაშია საქმე. აქ ხომ არ შემოსულან? ვიმბრძანდებით. შემეშალა. რა შეგეშალა? სხვაგან მოხვდი. სხვაგან მოხვდით, ხო? მოითმინეთ? დუდანა. დუდანა. მოვდივარ. მოდი აქ. ხო, ისეთი სერვისი ჩამოუტანია, ესეთი პავის სერვიზები და გაგიჟება შეიძლება. რა იყო? ვინ არის ეს კაცი? კაცრავად პირველად მოხვდი თქვენთან. პირველად მოხვდათ. შენ ხედავ, ხო? პირველია პირველად ხედავ. მითხარი ვინ არის ეს კაცი დუდანა? გემუდანებით აუხსენით რომ პირველად დუდანა არ გადამდგა. არა, შენ არ გეუბნები მე და მიბრძანდით აქედან. მიბრძანდით აქედან. სიტყვის ხალხი ხელი დამიშვა. რატომ ვაჭერა პირველად ხედავ, რატომ ვაჭერა? დუდანა ხელი დამიშვა. უკაცრავად. ისე. ის ხომ მობდან? არა, ვერ გამიგეთ. აქ არის აქ.
გამოგივიდა ადამიანი. დამაძინე რა. მერაბჯან თუ შენია წაიყვანე. ვინ წაიყვანო? შეშლიათ. ვინ შეშლიათ? იქ შეშლიათ ბიჭები. რა ხდება? რა ხდება, არაფერი ხდება. ხაზე კაჯა გენაცვალე. მერაბჯან კაცო, განათლებული ლაბორატორია კაცი ხარ, როგორ ვერ გაიგე? ჩემი შენია, შენი ჩემია. ამის თავი ნახე, მე თქვენი თავი ნახე. ჩემი შავი ბიჭი მომედი, თქვენი ვიჟა ბიჭი წაიყვანეთ, მე წავედი. მერაბ რა ხდება გამაგებინე? სად უნდა წაიყვანოთ ბავშვი? არაფერი არ თავის სახლში, გინეთ? თავის სახლშია ბავშვი. მე შეყირებ გენაცვალე. მაგის თავის სახლი მეიდან შეხაზე კაჯა. შვილობა ხო არ დაგვივიწყო, ბრატელი ტადი როგორც საკუთარი შვილი ეგრე გწიდი. საწყალ ჩემწოლ ნაზოს რამდენი კოთი მოხვედრია შენი ნიშა თავის გულისთვის. მოდი ჩემთან, მოდი არსენასთან, მოდი. ახლავე წადით აქედან. მოდი გენაცვალე, მოდი მამ. არ მადლე? მომეცი ჩქარა ჩემი შავი ბიჭი. მომეცი ჩემი შავი ბიჭი. ვაი. გული ვაი. ძღალი. მერაბ გამაგებინე რა ხდება ბოლოს და ბოლოს. არ ვიცი, ვერაფერი გავიგე. ვაი, გული. ძღალი. ვაი, მე მამა გენაცვალოს. კოპიონაზოა, მოდი გენაცვალე. მოდი ჩემუშაბო თარაქანა, მოდი. მე შენ გაჩვენებ წეირს, ეხლა წადი აქედან. აბა გაუსი ბავშველი. ვა, სადმე წავიდე, მომენტი ჩემი შავი ბიჭი წავიდე. შენ ეს ნაგლები ხარ გონია ინგლისურზე დადის. აბა რა, მომენტი ჩემი შავი ბიჭი წავიდე. რა რა ხარ რა საწყო. დადი ეხლა ჩემი ვაგოს გასული მომენტი. დაიჭი გასული და არა, წინი ინგლისური გალიკა. აი, ჩემი ნაზო მოვიდეს, ნახე ჩემი შავი ბიჭი როგორ ასწავი, აი, ჩემი ნაზო მოვიდეს, ნახე. მოგრან წინი. ლია. სად არის ბავშვი? სად იქნება ძინავს? მერა, არ გესმი? ჩამოიღო ვიღაცამ კარი. მივდი ვარ. ახლავე. ბატონო გაკეთდა, ქვეყანა, ძინავს კიდე კაცო. ლია, მამა ჩამოვიდა, ლია. 1 საათია ვრეგა. დავახარ. რა შევიდა? მამა, როგორ ახარ მამა? როგორ ახარ შენ? რა ვიცი აბა. შეგერაცვალოს პუშკინია ბაბუა. ერლექსეს. არტე. დეპეშა მაინც გამოგეგზავნა და აქ ხდებოდით რაღაცნაირად. რა იცი? აი იმიტომ არ გამოვაგზავნე რომ დავხვდებოდით. აბა, რა თქმა მე დახვდეთ. ბაბუ, დღეს იტალიელებს ხდებით, ხომ იცი შენ? ვიცი საყვარელო, მე აქანა ლაგეძის წყლის დასალევად კი არ ჩამოვედი. შეხედე ბაბუ? შეხედე ამ ბილეთებს იტალიანო. ხო და დღეს მეც დამიყვანს ფეხბურთზე. დიდი სიამოვნებით. ძალიან მაინტერესებს იტალიელები. იტალიელები გაინტერესებს და არა ფეხბურთი. იტალიელები რა თქმა უნდა, აბა ფეხბურთი რაში მაინტერესებს? აი ასია ბატონო ნიკოლოს. ერთი რამე ამიხსენ თუ შეიძლება. ასეთი უტკვესი კაცი. როგორ მიგატოვათ ცოლმა?
ბიჭო, შენ რამდენი ხნის ამბებს იგონებ? მაგი რაღაც მებახსოვს და რაღაც იმას ალბათ. აი, დღესაც კი ვერ გადამიტანია ეს. მაგამ ბა, შენ გეკითხება ნეტავია? ის სიტყვები არ ყოფნის. როგორ თუ ვინმე ეკითხება? არ ყოფნის და გაჩერდი. აი, საკუთარ საკში სიტყვასაც არ გატკბევიებენ. იცით? აი, აგვისტოში დაბადებულები ლომები არიან, გოროსკოპის მიხედვით. მე ლომი ვარ. რასა, კაცო? ლომები კი განსაკუთრებით ვერ იტანენ ღალატს. და ასე, ვინო ლომო? თორე დამშავდა. ეს სწორი შენიშვნაა. ბიჭო, თელი ქუთაისლები აგანა ჩავეიყვანე და აცი თუ კიდე ბრაზილიას მოუგებ. არა ბატონო, მე მაინც იტალიელები უფრო მომწონს, რაღაც ტემპერამენტიანები არიან. რატომ მოგწონს შენ იტალიელები? იმიტომ რომ იტალიელები არიან და იმიტომ მომწონს. გასაგებია? ბოლოს ამიხსენი, ვინ ახალ შენ? იტალიელი, ესპანელი თუ ეთიოპელი? დიახ. მე ვარ ეთიოპიელი თურმე. ძალიან ვთხოვ ჩემს ეთიოპელ ქმარს. ახლა ადგეს. წავიდეს და თავისი პატარა ეთიოპიელი გამოიყვანოს მუსიკიდან. ვიცი მე რატომაც მოგწონს შენ იტალიელი. ამ საღამოს მე და ნიკუშა ცირკში მივდივართ. იქნებ ეს ნიკა უკრავს, რა? ნიკა. არა, რადიო უკრავს. თუ მუსიკის მასწავლებელი გინდა მაღლა ცხოვრობს. ფსიქიატრი გვებრძანდებით. ფსიქიატრი? შეიძლება გაგესაუბროთ. Пожалуйста. Мобრძან. ჩამოგიდე. მობრძანდი. იცით, ეჭვიანობა დამჩემდა ამ ბოლო დროს. ხანდახან ეჭვები ისე შემიტყობს ხოლმე. საკუთარი ცოლის გულწრფელობაშიდაც ეჭვი ეპარება. შესანიშნავი დიასახლისია, მეოჯახე, შესანიშნავი. ყურადღებიანი, ძალზე მოსიყვარ. პატიოსანი ქალი ყოფილა ძმაოჯან. მეტი რაღა გინდა შეკეთილშობილ ნაშობო. ასე მგონია რომ რაღაც იმალება ყოველივე ამის უკან. ბავშვი ძალიან მიყვარს. შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ ერთად, იცით, ქუჩაში ვერც გამოვსულ ვარ. ასე გონია ჩემი შვილი არ არის. მე არ მგავს, იცით, შავია, ძალიან შავი. ზანგია? არა, ზანგი არ არის, უბრალოდ შავური მანია, შავტუხა. ფინთად ყოფილა შენი საქმე ძმაო. ძალიან ფინთად.
და იმიტომაც მოვედი თქვენთან სწორედ. იქნება რამეში მიშველი. გაგიშველო აბაძმა. ექიმი რო არ ვიყო, ავიღებდი ფულს, თეთრად შევღებავდი შენ შვილს. ეხლა რა გიყო? საშველი არ არის? თუმათნადა. ჩვენც ვიფიქროთ. არის ორი ვარიანტი. პირველი. ცოს სასწრაფოდ უნდა გაეყარო. ბინა უნდა გაუყო. რამდენი ოთახი გაქვს? 3. 2 მიეცი იმას, 1 შენ. რემონტი გაქვს? მაქვს. თუდია. ეხლა ბავშვს შევიფიქროთ. ნახან შავია, იმას მიეცი. მეორე ვარიანტი. ამოიღე ტვინი და ნეჭვები, კაი ხასიათზე დადგები. ქალებო. არტემ, ჩემთან არავინ ყოფილა? იყო ერთი. ცოლი მღალატობსო. ფული მანდ მაგიდაზე დევს. არტემ, როგორ შეიძლება ავანტყოფისგან ფულის აღება? როდის მორჩები რემონტს და თავს დაანებებს ჩემს პაციენტებს? დოქტორ, მალარ или психиатр? Я Артём. სიგარეტი არა გაქვთ? არა გვაქვს. გაქვთ, მაგრამ განძრევა გეზარებ. ვა, მე რა ბიჭა? აქ რა საკეთებ? მე აქაც მუშაობ, აბა შვილი ჩამარუნდა. სიგარეტ გინდა? ეს ჩვენი ბიჭია. ბოდიში მე რა ბიჭა გერაცვალი უნდა წავიდე, ჩემი ვიხოდია. მისგან რახმანინოვიო? არაო. რახმანინოვი არ გამოვაო, მაგრამ შეიძლება მენდელეევი გამოვიდესო. შენ რაღაც ამ ბოლო დროს სულ არ მიყვები არაფერს, შენ სამსახურზე, შენს ექსპერიმენტებზე.
სხვა სამსახურისთვის შემოსავლიანს მოგაბეზრეთ თავი ჩემი ექსპერიმენტებით. ეგანა როდის მე გაგრძნობინე შენ რომ ჩვენ რამე ან გვაკლია ან ჩვენ რაც გვაქვს სრულიად საკმარისია სრულიად კარგინდა კაი ცხოვრება ოპა ნელა ბიჭო ნელა რესტორნის პიანისტი გამოვა მე შეჭურჭუდო ეგ ხარია კი რესტორნის პიანისტი გამოვა მოიცა რომელ რესტორანში დაუბრუნე არ მერაბ ამიხსენი რა არის ეს ჩემი განცხადება საიდან მოხდა თქვენთან შენ რა აკაურობას თავსანებებ და ფანჩულიძესთან გადადიხარ? დიახ. სერიოზულად? დიახ, სერიოზულად. არ მესმის. რა არის ამაში გაუგებარი? 2 წელიწადში დისერტაციას დავიცავ, უნივერსიტეტში ლექციებს წავიკითხავ, კათედრასაც მომცემენ ალბათ. თქვენ ისე მიყურებთ, თქოს იაპონურ ენაზე ვლაპარაკობთ. მე ხო ილუზიებით ცხოვრობ. ახლა ყველაფერი გასაგებია. ლიმუზინი მინდა ვიყიდო. ცოშვილი, ყველაზე ფეშენებელურ კურორტებზე ვატარო. განა ვერ ხედავთ, რომ არ იშლება ეს უჯრედი, ჩიხში ვართ, მომწყდეული. კიდევაც რო დაიშალოს, მერე რა? ყურაშვილი მიიღებს მოლოცვებს, ატყდება ერთი რეკვა, დეპეშები. მე კი ალბათ გამომიტენიან პირ საღჭირეზინით. ხბასაც ვერ ამოვიღებ. მალჩიშკა. პრედატე. აი თურმე რაში ყოფილა საქმე. ფული ქონია ცოტა. ეს ფეშენებელური კურორტები არ გაძლევს მოსვენებას არა? შენ რა მეცნიერებაში ფულის გასაკეთებლად მოდიოდი? გამოგივიდათ, ბატონო გერმან. არაფერია. გაივლის. მე რომ გარბი ხარ. ერთი ვიცოდე, ვის უტოვებ აკაურობას, ჰა? წარმოდგენა არა მაქვს. შენ უნდა დარჩი აქ და შესწირო თავი მეცნიერებას. შევწირავ კიდეც. შენთვის რა ბიჭო არ არსებობს შესვენება? წავიდეთ პანტიანში, კაი ხინკალი, ჩალაღაჯი, ხაშლამა. 70 მეტრი. კარგი, ვაბა იყავი მაშინ ერთი. შევიდეთ და პირდაპირ უთხრათ იმ შტერსრული სიმართლე. არ შემიძლია. რამდენი წელია ვატყუებთ მაგ საცოდავს. შენ გონია ვერაფერს ხვდება? არ ვიცი. ოღონდ ეხლა არა, სხვა დროს იყოს. შენ არ იცი როგორ უყვარბა. ლია, როდემდე ვიყოთ ასე განაცვალე. კაი, წამოდი, წამოდი. არის? მხედველებს არის ყავდეს. არის ყავდეს მხედველების არის. მოუმატეს ისტრაფეს. არის მოუმატო. სადეპატიჟები ეს ანტიკვარული ნივთები არ დაგვილეწოს.
ნუდეშინია სულით ხორცანი და ინტელიგენტია. მართლა? მე ჩამოვალ და გადაღებას გავაგრძელებთ. უკაცრავად. უდროება ხომ არ დაგირღვიეთ? როგორ გეკადრებათ? ფოტოგრაფია ჩემი ხობია, იცით. რა ფოტოგენური სახე აქვს თქვენს მეუღლეს? ვიღებ? გაგიმება არ დაგავიწყდეთ? მეტი თავისუფლება? ხიარულად, ვიღებ. მერაბ, ნუ იბღვირებ, იცი რა კარგი კაცია. სულს არ დაიშურებს ადამიანისთვის. ვიცი, როგორ არ ვიცი. ფულით გამოიტანა ჯიბეები. წარმოიდგინა, რომ ისია ყველაფერი. მთელი მსოფლიო და ჩემი ცოლიც. ეს ჩემგან სახსოვრად. მერაბ, გამოართვი, კოდაკია, 2 ცალია საქართველოში. და. მომწონს ეს ყმაწვილი. არის მასში რაღაც ფატალური, სენტიმენტალური. განაღირსი არა ხარ, დაგიტვლიო მაგ ცხრბილი. ახლავე შეიცვალე ტონი. როგორ ელაპარაკები, არ აქვს ხვენია? რა პრეტენზიები გაქვთ, მერაბ? თუ არ მოგწონდათ ლიას კრაველის ქურქი, შეგეძლოთ? ის ხო სინთეტიკა? სინთეტიკა. ზურმუხტის სამაჯური. ბრილიანტის საყურეები. ფირუზი სინთეტიკა. მე შემიძლია სიამოვნება მივანიჭო ისეთი, როგორც თქვენ არ შეგიძლიათ. ჯამაგირი არ გეყოფათ. მერაბ მერტო ჩემო რა შეგიხარ ეგ სრულიად დედმეტია ძალიან ხო თავი შეიკავოს მერტო ჩემო დაგაჭირინებ თვითონ ხელი არ მაქვს არ შემიშე იდიოტო მაიმე დედა ხელი არ მაქვს აი ვაშა დაიშალა ხაზნო უჯრედი გაწირდა მოდით ნახეთ ხარა უჯრედი ანზორ ჩამახედე დაიშალა უჯრედი ამრიკო მოდი ჩამახედე რა ჩაიხედე უკულას ჩაიხედე ხარა ნახე დაიშალა უჯრედი ნახტება, რატომ ამდენი ხალხი აქ? სასწაულია. ეს რა სასწაული მოხდა? მოძილება გამადარეთ. რატნევის ქვეშ მოხდა რეაქცია. ჩანაწერები სად არის? სამწუხაროდ არაფერი არ ჩაუწერია. დიახ, ფიქსირებული არ არის. ბრავო. ჩანაწერები არაა? მოიცინეთ მოძილება. კი მაგრამ მართლა რა გაქვს ჩანაწერები? ჩანაწერები არ გაუკეთებია, მაგრამ თავარია საოცრება მოხდა. დაიშალა უჯრედი, გაწითლდა. საწესი კომპონენტის მოლეკულური წონა მაინც არ გახსოვს. რა უნდა ახსოვდეს, რაც არ ჩაუწერია? საოცარია პირდაპირ. მერაბ გაუმარჯოს. რაც გვეტყვია ხაზა გენაძე. აი ამის გაყიდვას ვაპირებ. ამას სულ იგი? დიახ, ფული დამაკლდა, მანქანას ვხედულობ და რასაც შეაფასებთ, ვაჭრობას არ დაგიწყებთ. ამას სულ იგი? სულ. ამის პასი შაურია. ეს კიდე მელქიორია. ესეც უბრალოდ ფიზა. ესეც კიდე იმიტაციაა დაგენაზრე. ამის საფასურად მანქანა გინდა იყიდო? დიახ. რომელი მანქანა გინდა იყიდო? რომელი? ფიატ
Mercedes jobia. Fiat. იცი ჩემი სამკაულები სადღაც გაქრა. მე მაქვს ჩანთაში. შენ რა გინდოდა? შენი სამკაულების მსგავსი რაღაც მინდოდა მეყიდა და ამაზე უკეთესი ვერაფერი შევარჩიე. ნახე? სალამაზია. შენ დაბუდების დღე ახლოვდება და რაღაც ხომ უნდა მეყიდა. დაუცნაური კაცი ხარ, რა გინდოდა ასეთი ძვირფასი საჩუქარი? თვითონ ჩემ ცოლს რატომ არ უნდა გქონდეს ძვირფასი სამკაული? ვიზე ნაკლები მყავ. მადლობთ მერაბ. მე ეს არ მჭირდებოდა. მე შემჭირდები და მეტი არაფერი. შენცი შეგიძლია მეც მომილოცო. უჯრედი დაიშალა და წყალში ჩაიწირა. მერა მართალია ჩანაწერებს არ ვაკეთებდი და წარმოდგენა არ მაქვს რა როგორ გამოვიდა. მაგრამ რადგანაც ერთხელ გამოვიდა, მეორჯერაც გამოვა. ესე იგი ამაზე ამბობდა გივი რაღაც სენსაციაა. გივი დარეკა? არა, მე თვითონ დაურეკე. რატომ? დედა ჩამოდის და მინდოდა სადგურზე დავხვედროდით. ისი დედა ჩამოდის? დედა ჩემი რა დაგემართა. რატომ? დაჩხუბებია თავის ფარსადანს და იმიტომ. კი, მაგრამ სად ცხოვრობს? თუნდაც შენს კაბინეტში. ჩემს კაბინეტში? არ მესმის, რატომ ხარ დედა ჩემის წინააღმდეგი? შენ ხომ ის არასოდეს არ გინახავს. არასოდეს. ქალს, რომელსაც შეეძლო მიეტოებია მამაშენი, ჩემს სიმპათიას არ იმსახურებს. არ იმსახურებს. იქნებ მამაჩემმა თვითონ მიატოვა, შენ ხომ არ იცი? გისმენ? მამაშენი, სხვადასხვა შემდეგ უცოლოდ დარჩა და დედაშენმა კი 3 კვარი გამოიცვალა. 3, დიახ, 3. ალო, გისმენ? ეხლა არ შემიძლია ლაპარაკი, მერე ვილაპარაკო. არა, 2. კივი, გამიგე. ეხლა არ შემიძლია ლაპარაკი. ლაპარაკი. შენ გაზვიადება ყველაფრის. მერე ვილაპარაკოთ, ხვალ აგიხსნი ყველაფრის. და გამაგებინე, რა დაგიშავა დედაჩემმა? ხვალ ვილაპარაკოთ. რამდენ ხანს აპირებს დარჩენას? არ ვიცი, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. გაიხსენე მისი წერილები. როგორ არ უნდა ჩვენი შეუღლება? საიდან მოიგონე ახლა ეს? როგორ თუ საიდან? არ გახსოვს ვიღაცა ზოოპარკის დირექტორს რო გირიგებდა? ეს იმიტომ რომ მაშინ არ უნახი ხარ. აი ნახავ როგორ მოგეწონება. არ უნახი ვარ. ნიკოც ისეთი გახარებულია ბებია რო ჩამოდის. კივი დამანებე თავი, რა დროს სენსაცია აქ მე უარეს სენსაციაში ვარ. იცი როგორ გაგვიადვილებს ცხოვრებას? კი. ნახავ შენის მოგეწონება. ოჰო. ხო. ბორჯომი გინდათ? არ გვინდა. არ გინდა? გინდა, როგორ არ გინდა, შემოდი. ვა, ეხლა გინდა, ეხლა არ გინდა. ერთი ამბობს გინდა, ერთი ამბობს არ გინდა. არსენ, შენი ჭირიმე ერთი სათხოვნელი მაქვს რა. თუქცალია დღეს სადგურში უნდა წამოყვე, დედა ჩემი ჩამოდის და ალბათ ძალიან ბევრი ბარგი ექნება. ჩემი თავი შეგენაცვალოს ხაზზე იკაჭან, როდის ჩამოდის? 7:30-ზე ჩამოდის. სავალ ბიჭი მუსიკაზე წავიყო და მოვალ. ო, შენი ჭირიმე. ვეჭველი მოვალ. მე რა ზანგენა. გამარჯობა. გამარჯობა, შალვა, მიდიხარ სადმე? მუნდი გაუშვი ბინთაში, დაიცე. მე დაწვდები. მანქანით ავარ, შემიძლია გაგაცნო. ძალიან კარგი. დიდი მადლობა. მოსაუცად გონიათ საქმე. როგორ ვინმეა, გურამი აჯობები ჩემი თმისშვილია. ლიკა, მოდი გენაცვალე. რა ლამაზი გამხდარხარ. ეს ჩემი ნიკოა. ეს შენი ყაჩაღია? ხო. მოდი, ბები, მოდი, გაკოცო. არ გაინდრეთ, ვიღებ. ემის თავი ნახე, მე იმის თავი ნახე. ვა. ქალბატონო სიდედრო ესა, მე არა ხალხიკა. დედა ეს ჩემი ქმარი. ო, სასიამოვნო. სწორედ ასეთი წარმომედგინე.
მერაბ რა შავი? Thank you.